7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხარებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოლაწმინდა სამების სახელობის ლავრაში არსებულ ხარების სახელობის ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა. მსახურებაში წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები მონაწილეობდნენ. ლიტურგიის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის საჭეთ მკრობელმა მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა, დააჯილდოვა სასულიერო პირები და დაალოცა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი. ჩვენთან არს ღმერთი, ყველას გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ეს არის ისეთი დიდი დღესასწაული. ხალხი ამბობს, რომ ფრინველიც, ჩიტიც ბუდეს არ იკეთებს, ადიდებს ღმერთსა. დღეს ზეიმია სიყვარულისა და ყოველმა ჩვენთაგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს. დალოცვილი და გახარებული განყოფოთ ღმერთმა და ბედნიერი აღდგომა გაგიტანოთ. ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ დღეს ვაჯილდოებთ სამღვდელოებას. დეკანოზი თეიმურაზი ბერიშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრისტარების უფლებით. აქსიოს. დეკანოზი დიმიტრი ზეკვეიშვილი ასევე დაჯილდოებულია მეორე ჯვრისტარების უფლებით. აქსიოს. დეკანოზი იაკობი სირბილაძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს. დეკანოზი აკაკი მეგრელიშვილი დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს. დეკანოზი გიორგი სამსონიძე დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს. დეკანოზი ბაქარი სოსელია დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს. დელმონაზონი მიქაელი დოლიძე ახვანილია იღუმენის ხარისხში. დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს. გუდელი ალექსანდრე გიორგაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და ახვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს. დეკანოზი სერაფიმე კვინჩია დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და ახვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს. გუდელი სვიმეონი კიკნაველიძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და ახვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს. გუდელი მიქაელი არაბიძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და ახვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს.
დელი იოანე ჟივიძე დაჯილდოებულია ოქროჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. ახსიოს მამა დელი დავითი ტატანაშვილი დაჯილდოებულია ოქროჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. ახსიოს მამა დავით დელი დავითი წულეისკირი დაჯილდოებულია ოქროჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. ახსიოს მისი უწმინდესობა დღეს ლოცავს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯს, ხოლო მისი წინამძღოლი მონაზონი თეკლე სიხარულიძე აყვანილია იღუმენიას ხარისხში. ახსიოს დიდება უფალს და მადლობა უფალს ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ ღმერთმა დალოცოს და გაახაროს სრულიად საქართველო ჩვენთან არს ღმერთი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით მრევლს ქადაგებით მიმართა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა. ჩვენთან არს ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელო. მამანო, დედანო, ძმანო და დანო. ყველას გილოცავთ ხარების წინვალე დღესასწაულს. დღეს არის სიხარულის დღე. რამე თუ დღეს აღდგა კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა აღასრულა ნება უფლისა და დაემორჩილა ღვთის განგებულებას რომ გამხდარიყო დედა ღვთისა რომ არა მორჩილება ღვთისმშობლისა რომ არა მისი სიმდაბლე შეუძლებელი იქნებოდა ამ საიდუმლოს აღსრულება ღვთისმშობელმა მიაღწია ისეთ სიწმინდეს რომ მან შეძლო ამ უდიდესი საიდუმლოს აღსრულებაში მიიღო მონაწილეობა რომ ღმერთი განკაცებულიყო და მომხდარიყო ეს ღვთისმშობლის მონაწილეობით ღვთისმშობელი უნდა გამხდარიყო დედა ღვთისა და ეს საოცარი განკაცება დღევანდელ დღეს იწყება დღევანდელ დღეს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება კვლავ შეუერთდა ერთმანეთს ერთ დროს ცოდვის შედეგად გაწყვეტილი ეს კავშირი აღდგა და აღდგა იგი დღევანდელ დღეს ეს არის ის რისთვისაც ღმერთმა შექმნა ადამიანი რომ ადამიანი იყოს მუდამ მოუკლებელად ღმერთთან კავშირში და რომ იგი მუდამ საზრდოობდეს ღვთის მადლით, ღვთაებრივი სიცოცხლის ენერგიით, სიკეთით, მშვენიერებით, სიყვარულით, სიხარულით, ძლიერებით, სიბრძნით. აი ამისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი, მაგრამ ადამიანმა ვერ შეინარჩუნა ეს კავშირი, დაკარგა და დაიწყო ტრაგედიათა მთელი
ციკლი კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ადამიანი და აღუთქვა მას მხსნელი და ის სწორედ ხსნა იწყება დღევანდელი დღიდან. დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეშვეობით მის არსებაში აღდგა კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის და დაიწყო კვლავ განახლება ამ კავშირისა. განკაცება უფლისა, ეს არის ღვთისა და ადამიანის კავშირის ნიშანი და ეს განკაცება დაიწყო დღევანდელ დღეს. და სწორედ განკაცებული ღმერთის ღვთაებრივ აი ამ სივრცეში, ღვთაებრივ ორგანიზმში, სხეულში შეერთებით ჩვენც ვიწყებთ განხთობას, ჩვენც აღვადგენთ კავშირს ღმერთთან და ჩვენც კვლავ უბრუნდებით დაკარგულ სამოთხეს. ეკლესია არის სხეული ქრისტესი და მისი ყოველი წევრი ვართ აი ამ სხეულის ნაწილები, ღვთაებრივი ორგანიზმის ნაწილები და ჩვენთვის სასუფეველი იწყება დედამიწაზე და ადამიანი ემზადება აქ დედამიწაზე მარადიული დაუსრულებელი ნეტარი ცხოვრებისათვის. და აი დღევანდელი დღე არის სიხარული კაცობრიობისა, რომ ღმერთმა დააბრუნა ადამიანი კვლავ სამოთხისკენ მიმავალ გზაზე და ეს აღსრულდა ღვთისმშობლის წყალობით. ამიტომ არის ბედნიერი საქართველო, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილთომილი ქვეყანა. ეს ნიშნავს, რომ ღვთისმშობლის მეოხებით ჩვენშიც მუდამ იყო პირველივე საუკუნიდან ძლიერი კავშირი ღმერთთან და მიუხედავად ყველა განსაცდელისა, მიუხედავად მრავალი უძლურებისა, დაცემისა, ეს კავშირი არ გამწყდარა. ჩვენს ერს არასოდეს არ მიუტოვებია ეკლესია, არ გადაუხვევია ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან და დღეს ჩვენ ვხედავთ დიდი განსაცდელის შემდეგ როგორ კვლავ ფეხზე დგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და წლევანდელი ხარება, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგანაც წელს სწორედ საქართველო განსაკუთრებით აღნიშნავს იმას, რომ იგი გახდა ღვთისმშობლის სილხვედრი, რომ ღვთისმშობელს ღმერთმა ჩააბარა საქართველო. აი ამას აღნიშნავთ წელს 12 მაისს და ეს არის ღვთისმშობლის ფარველობის დღესასწაული, ღვთისმშობლის წყალობის დღესასწაული და ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ ღვთისმშობლის ერი აუცილებლად აღადგენს იმ დიდ ტრადიციებს სულიერი ცხოვრების, რომელსაც ქვია კავშირი ღმერთთან და აი ამ კავშირით გაძლიერებული სულიერად და ხორციელად გამთლიანდება, გამწყინდება და იქნება სიკეთის მთესველი საკუთარი თავისთვის, მთელი მსოფლიოსათვის და ეს ჟამი გვიახლოვდება. ეს ჟამი დაიწყო 40 წლის წინ, როდესაც განადგურების პირას მისულ ეკლესიას ღმერთმა მოულინა სულიერი წინამძღვარი, ჩვენი სულიერი მამა, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორემ, რომელმაც დაიწყო ერის კვლავ სულიერ საფეხურებზე, სრულყოფის საფეხურებზე ახვანა. დღეს არის მეოთხე კვირა დიდი მარხვის, იოანე კლემაქსის ხსენება, მან დაწერა კიბე, სრულყოფის კიბე. ეს არის ადამიანის ცხოვრების მიზანი, რომ ადიოდეს სრულყოფის საფეხურებზე და როცა ადამიანი ადის ამ საფეხურებზე, მისი ცხოვრება აღსავსეა სიხარულით, აღსავსეა გამარჯვებებით და ვერავით არის ხილული თუ უხილავი ძალა, ვერავით არის ტკივილი ადამიანს ვერ შეუცვლის, ვერ წაართმევს აი იმ სიხარულს, იმ ბედნიერების, ნეტარების განცდას. ამიტომ ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ხნედიყავით და განძლიერდით და ესევდით უფალსა. ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო ფეხზე დგება. მთავარია ჩვენ ვიყოთ მტკიცე სარწმუნოებაში, შეუორგულებელნი ვიყოთ ჩვენ სარწმუნოებაში და
უფალი ყველაფერს მოგვანიჭებს, ყველა სულიერ და ხორციელ კურნებას მოგვანიჭებს. იცოცხლეთ და იდგეგრძელეთ მრავალსა წელსა მრავალჟამიერ მღრელთას ღმერთმა სიხარული არ მოგიშალოთ. უფალი ბრძანებს სურს, რათა სიხარული თქვენი იყოს სავსებით და ყოფილიყოს თქვენი სიხარული ყოველთა თქვენთა საქართველოს მართლმადიდებელთა და მთელი მსოფლიოს სიხარული ყოფილიყოს სავსებით. ამინ.